თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. როცა ადამიანები საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, სხვების ქცევის გაკონტროლება უნდებათ. ფსიქიატრ რობინ სკინერის ეს სიტყვები იდეალურად ახასიათებს იმას, რაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხდა. რამდენიმე დღის წინ კომიტეტმა, რომელიც წესით ადამიანისთვის ღვთივმინიჭებულ უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მწვანე შუქი აუნთო კანონპროექტს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. რელიგიური გზნობების შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების დასჯას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მთელი კოჰორტა უჭერს მხარს, თამაზ მეჭიაურით დაწყებული, გედევან ფობხაძით დასრულებული რელიგიური ცენზურის დაწესების მხარეს დგანან. როგორც ლევან ბერძენიშვილმა დაიჩილა, ლიბერალები თურმე პარლამენტში უმცირესობაში ყოფილან. რთული ამ დროს ბატონ ლევანს უთანაგზნოთ, ის და მისი ლიბერალი თანამებრძოლები დღემდე იმ გუნდის წევრები არიან, რომელსაც ერთიანი პოზიცია გოგი თოფაძის სამარცხვინო განცხადებებზეც რომ არ გააჩნია. ერთი მხრივ იმედია სოსო ჯაჭვურიანის კანონპროექტს კანონი არ დაერქმევა და ამით თეოკრატიულ ცენზურას ქვეყანაში არ დავამკვიდრებთ, თუმცა მეორე მხრივ საინტერესოა თუ რა მოხდება მაშინ, როცა სახელმწიფო რელიგიური გზნობების დაცვაზე გადავა. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი მელაძე, იურისტი, რუსტან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, გიორგი ნონიაშვილი, ასევე იურისტი და ბატონ ემზარ ჯგერინაია, სოციოლოგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები. ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. პირველ რიგში რომ შევაფასოთ ის, რაც მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რაზე შეიძლება მეტყოლებდეს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მგონი ჩვენ ბრუნდებით კვლავ იმ წრეზე, რომელსაც რაღაცნაირად ყოველ წელს გავდივართ ხოლმე, თითო-ორი ასეთი კანონპროექტი ყოველ წელს წამოყოფს თავს. მე უკვალოდ ქრება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტების დასამარდება, ეს კანონპროექტის დასამარდება. ჩვენ ლაპარაკობთ დღეს იმაზე, არის თუ არა მკრეხელობა უნდა იყოს თუ არა დასჯადი. კარგად რომ გავიგოთ, რას შეეხება ეს თემა, ხო? ისტორიასაც ცოტა გადავხედოთ. ისტორიულად თვითონ მკრეხელობის იდეა უფრო დიდი, ესე იგი, უფრო ძველია ვიდრე თავისუფლების იდეა. ქრისტე მაგალითად ჯვარს აცვეს კრეხელობის გამო, ხო? იმიტომ რომ მან ისეთი რამ თქვა, რაც მიუღებელი იყო იმ დროის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და დღევანდელი კანონპროექტის ავტორებიც რაღაც იმ პილატეს როლში გამოდიან, რომელიც აი დამკვიდრებული აზრის წარმომადგენლების კარნახით ცდილობენ მოძებნონ საზოგადოებაში მტრები, უმრავლესობის ამ მტრები, ეგრეთ წოდებული განსხვავებული აზრის სახით და ამ ხალხს რაღაცა სასჯელი მიუსაჯონ. მე ამას ვერც დავარქმევ რაღაც ახალ კანონპროექტს და ვერც ავტორს დავარქმევ ავტორს, იმიტომ რომ თუ ავტორის ერთადერთი ღირსება იმაშია, რომ მან სიტყვა მართლმადი დებილის გამო გადაწყვიტა, რომ 300 ლარიანი ჯარიმა გამოიყენოს კანონში, როგორც ეს თვითონ ახსნა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ავტორიო და ჯაჭვურიანს მე მეცი ეს პროექტიო. მაშინ ეს პროექტი საერთოდ განხილვის ღირსიც არ არის, როგორც სამართლებრივი მოვლენა. მაგრამ ხა რასთან გვაქვს საქმე? სინამდვილეში ცდილობენ ეს ავტორები დაასაბუთონ ამ კანონის ევროპეულობა. ანუ ისინი ამბობენ, რომ ეს ასეთი კანონები სხვადასხვა ქვეყანაში არსებობსო ევროპაში. მოდი ამასაც შევხედოთ რა არსებობს სინამდვილეში ამ ქვეყნებში. ჯერ ერთი ევროპის ქვეყნების უდიდესი, ესე იგი, ის ნაწილი, სადაც მსგავსი კანონები შეიქმნა, ეს კანონები შეიქმნა გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე საქართველოს ქონია სახელმწიფოებრიობა. ისინი დიდი ხანია სახელმწიფოებრი არიან და როგორც გითხარით, კრეხელობა ძალიან დიდი ხნის მოვლენაა, ამიტომ ის აისახა იმ ქვეყნების კანონმდებლობაში და მერე დიდი ხნის განმავლობაში ეს კანონები აღარც არავის გახსენებია. ინგლისმა მაგალითად ფორმალურად გააუქმა ეს კანონი, არ მინდა შემეშალოს 2006 წელს, მაგრამ მიღებული იყო ეს კანონი მე-18 საუკუნის დასაწყისში. ეს რომ კარგად რო გესმოდეს, როდის იღებდნენ ასეთ კანონებს ევროპული ქვეყნები. ეხლა რაღაც არა, გამოიყენეს ბოლოს ხო რაღაც ის უკავშირდებოდა სამეფო ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა რელიგიური კუთვნილება. ხო, ასე რომ არის ეკლესიის მეთაური. კი, ასე რომ ხო, ეს სპეციფიკაც. დიდი მადლობა. სხვა ქვეყნები, სადაც თქვათ ასეთი კანონები შეიძლება მოძებნოთ, ხო? ეს კანონები მე ჩავხედე უბრალოდ სტატისტიკას და ბოლო 10 წლის განმავლობაში რაც ვნახე არ გამოყენებულა. ის კი არა რომ კანონმდებლობა და რუსეთზე კიდევ ვილაპარაკოთ, ცალკე ჩვენ ხა ევროპაზე ვილაპარაკობთ, რუსეთის სხვა მოვლენაა. ამიტომ ის კანონები თუ არსებობს, სადაც როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ კანონები როგორც მოქმედი, ვერ დავეთანხმები ვერავის, იმიტომ რომ ეს კანონები არ გამოიყენება. გასაგებია, ქალტო რუსტან, თქვენ მოდი ესე გითხავთ, რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ, დაუშვათ რომ ეს კანონი ამოქმედა ამ შემთხვევაში, რა ტიპის გარემოში გადაინაცვლებს საერთოდ დისკურსს ჩვენ საზოგადოებაში? ღმერთმა არ ქნას რომ ეს კანონი ამოქმედდეს.
თუმცა ცოტა უფრო შიშნარევად ვუყურებ პროცესებს, იმიტომ რომ მართლაც რამდენჯერმე ბოლო წლების მანძილზე იყო მსგავსი კანონების მისვლა პარლამენტამდე, მაგრამ ასე შორს ჯერ არც ერთი არ წასულა და ეს ცოტა არ იყოს მაფიქრებს. მე ვერ გეტყვით, რომ ამ კანონით რაღაცნაირად შეიცვლება რელიგიური გაერთიანებების უმცირესობების ცხოვრება, ვინმე ჩაუჯდება ახლა YouTube-ებს და ამოქეკავს ქადაგებებს, მაგალითად, რომელიც სავსეა 300 ლარიანი ჯარიმებით, იმ სტანდარტებით იმ სტანდარტებით თუ მივყვებით, თუმცა მე მგონია, რომ მეორეს მხრივ ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან დაძაბულ გარემოში, სადაც ყველას მოუწევს საკუთარ გრძნობებზე, უბრალოდ სხვისას გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღება. სამწუხაროდ, გუშინ მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია ამ კანონპროექტის ავტორთან და მრავალგზის კითხვის მიუხედავად ვერ გვითხრა, რა საზომით აპირებს კანონი გაზომოს ვინმეს რელიგიური გრძნობები და რატომღაც ერთადერთი პასუხი, რომელიც მისგან მივიღეთ, ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, მოსამართლისა, რომელიც თავისთავად არის სუბიექტი, ჩვენ სასამართლო სისტემაზეა საუბარი და იმ მოსამართლეებზე, რომელიც თავის მხრივ ჯერ ერთი სუბიექტურად თავისი რელიგიური განცდები და გრძნობები შეიძლება ჰქონდეს და მეორეს მხრივ განიცდიან საზოგადოების ძალიან სერიოზულ წნეხს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ და მით უმეტეს, როდესაც ასეთი სენსიტიურ გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება საქმე. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს თუ კი ვინმეს რელიგიის ნიშნით დანაშაულის აღკვეთა აღელვებს და როდესმე ჩვენი კანონმდებლობა, იურისტი არ ვარ, მაგრამ ამდენი მაინც ვიცი, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულად ფლობს იმის რესურსს, რომ მაგალითისათვის ქობულეთში ღორის თავის მიჭედების ამბავი აღმოეპხრა, ან ყოველ შემთხვევაში ჯეროვანი პასუხი გაეცა. ან როდესაც ჯვრებს უმოწმებდნენ მოქალაქეებს აჭარაში, ამაზე გაეცა ჯეროვანი პასუხი. 17 მაისის მონაწილეებისთვის გაეცა ჯეროვანი პასუხი. როდესაც ასეთ უხეშ კანონდარღვევების შემთხვევაში ხედავთ სრულ ურეაქციობას ხელისუფლებისა და სამართლის სრულ სიბრმავეს და სიმუნჯეს, მე ეჭვება, რომ ეს კანონი რამე საკეთილდღეოდ იყოს მიმართული. მე სამაგიეროდ მეფიქრება, რომ იმ ადამიანების ხელფასების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ხმას იმაღლებენ და რელიგიურ უმცირესობებს თუ ზოგადად ადამიანის უფლებებს იცავენ, მათი ხელფასების დიდი ნაწილი შეიძლება სწორედ ჯარიმებში წავიდეს. გასაგებია, ბატონო ემზარ, როდესაც ჩვენ საუბრობთ კანონებზე, რამდენად შეიძლება რომ კანონი იცავდეს რაც აბსტრაქტულ იდეას, თუ ის უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანებზე და იცავდეს ადამიანებს ამ საქმე ის გახლავთ, რომ თუ ეს პროექტი, ეს კანონპროექტი პარლამენტმა მართლა მიიღო და ის იქცა კანონად, ჩვენ აღმოჩნდებით ესე იგი პრემოდერნულ საზოგადოების ღირებულებათა სისტემაში და პრაქტიკულად ყველა იმ მიღწევაზე ვიტყვით უარს, რომელიც აქამდე ჰქონდა თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სასაცილო სიტუაცია შეიძლება მივიღოთ. მაგალითად, ვინმემ რო დაუწყოს ქართულ კერპებს და წარმართულ ღვთაებებს გინება და შეურაცხყოფა. შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს დაუშვათ გაცის გინება ან დალის, რომელიც არის ნადირობის ქალღმერთი ჩვენს მითოლოგიაში, ამ მსგავსი წარმართული ღვთაებების გინება ვინმემ რო დაიწყოს, ამის გამო რა მოუვა მას. არის თუ არა ეს დაუშვათ ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. შეიძლება შულს დაარქვა არმაზი. შეიძლება არმაზის კერპების და არმაზის და ასე შემდეგ კერპების დაუშვათ აუგად მოხსენების გამო და ეს ვიღაც აკრიტიკებს საქართველოს ისტორიას. შეიძლება ისტორია ადამიანისთვის რელიგიურ გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს. პრაქტიკულად აქ საუბარი არის ამ კანონის მიღმა დგას, მე მგონი ასევე ეგრეთ წოდებული ნაციონალური გრძნობების შეურაცხყოფა, უფრო ვიდრე დაუშვათ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ძირითადად ეს მაინც იქნება, თუ ეს კანონი მართლა იქნება, რაც მჯერა რომ ალბათ ასე არ მოხდება, იმედს ვიტოვებ, მაინც, მაგრამ თუ ეს ასე იქნება, მაინც ძირითადად მაინც ყურადღება იქნება გამახვილებული მართლმადიდებლის ღირებების მიმართ გამოთქმულ, ესე იგი, შეურაცხყოფელ
სიტყვებზე დაუშვათ უფრო მეტად ვიდრე დაუშვათ სხვა რელიგიის წარმომადგენლებისა, იმიტომ რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა მე მგონი ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ რაღაც ისეთ კანონს, რომელიც დაგვაბრუნებს ძალიან ღრმას წარსულში, რომელშიც ასევე არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ისეთი გამოცდილება, როგორც ევროპამ გამოიარა დაუშვათ, თუნდაც აი ამ დაუშვათ რელიგიური შეურაცხყოფის დაუშვათ თვალსაზრისით ჩვენ ვიცით რომ ევროპამ გამოიარა ეს ყველაფერი თავზე გამოსცა და ამერიკამაც ხოთა შორის ცნობილია ძალიან ხშირი დიდი ბევრი ისტორია არსებობს დაუშვათ ჯადოქრების დაწვის და ასე შემდეგ იყო ეს მაგას კაცობრიობამ გამოიარა და მიხვდა რომ ჯობს ადამიანი იყოს თავისუფალი გამოთქვას თავისი აზრი თავისუფლად და დანარჩენი პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებაზე მას ეკისრება თუ კი ეს არ იწევს დაუშვათ იმას რომ შეუვარდე ვიღაცა სახლში მოკლა ფიზიკურად გაანადგურო და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად მაინც მგონია რომ ეს ჩვენ ახალ ფანტომების შეიძლება ახალი ფანტომი დავბადოთ ჩვენ სინამდვილეში, რაც სულაც არ არის ესე იგი ასე ვთქვათ მოხიფათო შეიძლება ითქვას. გასაგებია. გიორგი, გადმოვალ შენთან ამ შემთხვევაში რამდენად შეძლებს საერთოდ აი სასამართლო სისტემაზე ვისაუბრეთ ჩვენ, რამდენად შეძლებს სასამართლო სისტემა რომ აი ამ პირობებში იმუშაოს? როგორ შეიძლება რა შენ თქვა მივიღეთ ეს კანონი, როგორ შეიძლება გაიმართოს სასამართლო პროცესი, თუნდაც რაღაც თეოლოგიურ კამათებზე რაც შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვა ერთი რელიგიის რწმენა წარმოადგენები შეიძლება მეორე რელიგიის წარმომადგენლებისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს. ხო, იქ ძალიან საინტერესოა ქალბატონმა რუსუდანმა სწორად აღნიშნა, რომ მოსამართლე არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსგავსი საკითხები განმარტოს, ეს ერთი. ანუ ის თეოლოგიურ დისკურსში ვერ შევა ვერანაირად, ხო? მეორე რაც არ უნდა ეცადოს, ამ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ან ერთი ან მეორე მხარე ამ კანონის მიხედვით დაზარალებული, ხო? ექსპერტები რომ მოიხმოს მოსამართლემ შესაძლებელია კი თეოლოგების ერთი კასტა და მეორე კასტა სხვადასხვა მიმდინარეობებით. ნაფიც თეოლოგთა ეს გილდია დახვას და ხო, ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ ერთ საკითხი რომ შეიძლება მოსამართლემ ჩათვალოს რომ ამა თუ ანუ ერთმა ადამიანმა ვთქვათ შეურაცხო მეორეს რელიგიური გრძნობები, მაგრამ შემდეგ ვიც გამოჩნდება დაზარალებული ის ჩათვლის რომ მოსამართლემ შეურაცხო მისი რელიგიური გრძნობები და მე მოსამართლეს დააჯარიმებენ ალბათ ანუ ესეთ შედეგს მივხვდით. მე არ ამგონია რომ ამ კანონმა როდესმე 21 საუკუნის საზოგადოებაში იარსებოს საინტერესოა მისი განმარტებითი ბარათიც ამავდროულად მასში პირდაპირ არის დაწერილი რომ ის გამოხატვის ძალიან ბევრ ფორმების შეკვეცას და შეზღუდვას მოიცავს მათ შორის ინტერნეტ სივრცის არა განმარტებით ბარათში წერია რომ ზარდი ტენდენციაა ინტერნეტ სივრცეში შეურაცხყოფელი კომენტარების რა საქმეა საერთოდ პარლამენტარის ეს მე ვერ ხვდები, მაგრამ მათ აინტერესებთ ეს ამბავი. შეუძლებელია, ანუ მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავაზობს გამოხატვის თავისუფლების ფართო განმარტებას და ვერავინ ვერ შეზღუდავს მათ შორის ინტერნეტ სივრცეს, ეს არის ერთ-ერთი საჯარო სივრცე. ისევე როგორც ქუჩა, რაღაც სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ რომ აქ არ შეიძლება რომ იყოს გამოსავალი. გამოსავალი ერთია თუ მათ რეალურად სჭირდებათ მიზნის განხორციელება მივიღებთ ისეთ საზოგადოებას რომელიც ჩვენ არ გსურს და არ არის ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. გავაგრძელებ გიორგის თემას რომ ევროსაბჭოს 2007 წლის ერთ-ერთი განცხადებაა ანგარიში სადაც წერია რომ კრეხელობისთვის პასუხისმგებლობის დაწესების დრო დასრულდა. ევროპის ქვეყნებში იყო ასეთი კანონმდებლობა, დღემდე არის რამდენიმე ქვეყანაში შემორჩენილი, მათ შორის განმარტებით ბარათშიც წერია მსგავსი, მაგალითად ფინეთი, ჰოლანდია, ავსტრია და ასე შემდეგ, თურქეთი, მაგრამ ეს არ მუშაობს, ეს ერთი საკითხი და მეორე მზარდი ტენდენციაა, რომ ეს კანონები უქმდება. ბრიტანეთის შემთხვევაში ეს 2008 წელს გაუქმდა ზუსტი თარიღი, ამერიკის შემთხვევაში მაგალითად ეს დღეის მდგომარეობით არის მხოლოდ ანუ მსგავსი კანონმდებლობა 6 შტატში შემორჩენილი და იქაც რეალურად არ მუშაობს. ანუ ეს არის ფაქტიურად რაღაცა არქაული კანონები, რომელსაც არავინ არ იყენებს საერთოდ. მეორე საკითხი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, არის თვითონ პროცესი.
ბატონი ჯაჭვლიანი და ტომარაძე არიან ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები. ამავდროულად მათ რამდენიმე კვირიან შუალედში შეიტანეს სხვა საკანონმდებლო პაკეტი სიძულვით მოტივირებულ დანაშაულში, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დამამძიმებელ გარემოებად, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს, ამოიღონ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ანუ ისინი ითხოვენ, რომ დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაითვალოს, თუ ჩვენ ვიძალადეთ გენდერული იდენტობის ნიშნით და მათ ნაკლები პასუხისმგებლობა დაეკისროს, ხალხს დაეკისროს ნაკლები პასუხისმგებლობა. აი ეს ორი პროცესი შეგვიძლია ერთმანეთს დაუკავშირდეთ. ერთის მხრივ ისინი ითხოვენ, რომ მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანებს, ვინც რაიმე გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, იმიტომ რომ განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ ეს ფაქტობრივად მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არის განკუთვნილი ეს კანონი ახსნა განმარტებაში. მეორეს მხრივ ისინი გამოხატავენ მზაობას, რომ სხვა ადამიანებმა იძალადონ გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. ანუ მათ გულწრფელობაში მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარებ. ეს კანონპროექტი არის განპირობებული ვიღაცეების ასე ვთქვათ, ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მოკლას საჯარო სივრცე. ანუ ეს ამ კანონის მიზანი არის ცენზურა, რომელიც მოკლავს საჯარო სივრცეს მთლიანად და ჩვენ გადავინაცვლებთ თუ იმუშავებს, რა თქმა უნდა. ჩვენ გადავინაცვლებთ სამზარეულოებში, საძინებელ ოთახებში, როგორც საბჭოთა კავშირში და იქ ჩუმჩუმად ვილაპარაკებთ აუქს, გინდათ ჯიპიან მამაოზე, ვიზეც გინდათ იმას. ეს მათ უნდათ. ეს მათ უნდა. გასაგებია, გიორგი თქვენთან გადმოვალ ამ შემთხვევაში კანონზეც რო ვისაუბროთ უშუალოდ ამ ტექსტზეც, ხო? მარტივი სტანდარტი არსებობს, როგორ უნდა იყოს კანონი, უნდა იყოს განჭვრეტად იმის შინაარსი და უნდა ქონდეს ერთგვაროვანი გაგება. რამდენად შესაძლებელია, რომ აი ამ ტექსტს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ან განჭვრეტადი იყოს, რა მოხდება ამის შემდეგ, ან ერთგვაროვანი გაგება ქონდეს მოსამართლისათვის. ხო, არც ერთია შესაძლებელი, არც მეორე. მე დავამატებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა შეურაცხყოფის საკითხზე თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონის ერთ-ერთი მუხლის კონსტიტუციურობას განიხილავდა, სადაც აი ეს თემები იყო წამოწეული ზუსტად შეურაცხყოფა, ეთიკა და ასე შემდეგ და ამ გადაწყვეტილებაში, ესე იგი მან მიუთითა, რომ შეურაცხყოფად ის ვერ მიიღებს იმგვარ მოცემულობას, სადაც ერთი სუბიექტი თავს მიიჩნევს შეურაცხყოფილად, რადგან ეს ყველა შემთხვევაში, ესე იგი დებატის კონცენტრირებას ახდენს ერთ პიროვნებაზე და ამ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება გაიგო სხვისი ინტერესებიც და შეუძლებელია გაიგო საჯარო სივრცის მთლიანად ჩარჩო ამგვარ მოცემულობაში. ასე რომ მან შექმნა სტანდარტი, რომლის თანახმადად შეურაცხყოფის ესე იგი დეფინიცია ვერ იქნება გამოტანილი როგორც ერთი ადამიანის მხოლოდ შეურაცხყოფის დეფინიცია. იმიტომ რომ არ ვიცით სხვები რა სიტყვიან ამ თემაზე. ხო, იგივე ვიღაცა თუ ჩათვლის რომ მაგალითად მისი როგორც მრევლის ესე იგი შეურაცხყოფას ქონდა ადგილი, როცა რომელიღაც მღვდელს, ეპისკოპოსს თუ რა ვიცი პატრიარქს მიუთითეს ჯიპის ზომაზე ან გამოშვების წელზე ან ღირებულებაზე, ეს შეიძლება რომელიღაც წევრისთვის იყოს შეურაცხყოფილი და ვიღაცისთვის არ იყოს. იმიტომ რომ ბუტიები ვართ და ვიღაცები ნაკლები. ვიღაცა ესეთი, ვიღაცა ესეთი. ამიტომ ეს სუბიექტურობა თუ სუბიექტური მიდგომის, ესე იგი საფრთხე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაინახა ამგვარი ტიპის საქმეებში და მან გამორიცხა, ესე იგი ერთი ეს მოტივი ერთადერთ მოტივად არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფის საქმეში. მეორე, ჩვენ თუ ჩვენ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს შევხედავთ, ჩვენს კანონს სურს და არეგულიროს იმგვარი გამოხატვა, რომელიც ნეგატიურ მოქმედებას წარმოშობს. ყველა სხვა შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას მაქსიმალური, ესე იგი, სივრცე აქვს მიცემული. ეხლა რა შევხედოთ შეურაცხყოფას? რა არის ეს შეურაცხყოფა? წარმოშობს თუ არა ის ყველა შემთხვევაში რაღაცა საფრთხეს მოქმედების, იწვევს თუ არა რაღაც რეალურად რაღაცის პროვოცირებას, ვის პროვოცირებას? ეხლა ჩვენ ვიცით არსებობს ჩვენთან საზოგადოება რამდენიმე ესეთი დაჯგუფება, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მაგალითად რო ახსენო მათ მღვდელ, ესე იგი, წინამძღოლ მღვდელს
ველზე და ისინი მღვდლების გარშემო არიან ორგანიზებული, რო თქვა, რომ ის მღვდელი არის კრიმინალი, იმიტომ რომ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ არსებობს ბევრი მტკიცებულება, როდესაც ის უშუალოდ, ესე იგი, ჩადის ძალადობას, ხო? ისინი ამას ჩათვლიან თავისთავის შეურაცხყოფას. და ამ ადამიანმა მართლა ჩაიდინა ეს დანაშაული, არსებობს ფოტო, ვიდეო მასალა, უბრალოდ არასდროს სახელმწიფოს მისთვის პასუხი არ მოუთხოვია, ხო? აი როგორ მოიქცეთ, რა უყოთ საჯარო დებატს, იმიტომ რომ საჯარო დებატი ეს არის რელიგიური შეურაცხყოფა, ხა ცოტა შორს წავიდეთ და ფანტაზიის სფეროში შეიძლება გადავიდეთ, მაგრამ დეპუტატებმა თავისთავი რო ღვთიური სუვერენიტეტის მონაწილეებად ჩათვალონ და თქვან რომ სუვერენიტეტი ღმერთისგან არის და ისინი არიან დღეს მისი განმახორციელებლები და ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერს ვერ იტყვით, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ღმერთის წინააღმდეგ გამოდიხართ, აი მე რა ვქნათ, სად წავიდეთ, ანუ ხო, აი ხო, სად წავიდეთ და აბსურდული სქემა შეიძლება დავხსნათ. არა, აბსურდული სქემა უკვე იხატება, თუნდაც იმ მოცემულობაში, რომ გაურკვეველი წარმოშობის ჯგუფის მიერ ინიცირებული გაურკვეველი შინაარსის კანონს მხარს უჭერს დეპუტატი, რომელსაც ერთმანეთისგან იბიარდი ვერ გაურჩევია ღამის კლუბისგან და ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ეთანხმება. აი, ამაზე მეტი აბსურდი და გაუგებრობა, ეხლა მეტი რა უნდა ყოფილიყო, ხო? გიორგი, ახსენი საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება კონკრეტულად ამ საქმიდან გამომდინარე, რომელიც შენახსენე. და საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და სავარაუდოდ ესეც გააკეთებს, რომ იტყვის, რომ ეს არის არაკონსტიტუციური კანონი მიღების შემთხვევაში. თუმცა პრობლემა დგას საკონსტიტუციო გადაწყვეტილების აღსრულების დროსაც და მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ, რამდენად აღასრულებს სახელმწიფო შემდეგ ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვახსოვს საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, რომლებიც სახელმწიფო არ აღასრულა. არ დგას პრობლემა სინამდვილეში აღსრულების, რატო ვამბობ ეხლა არა ლეგალისტური, არამედ სამოქალაქო პოზიციის თვალსაზრისით ლაპარაკობ ამას, რადგან არსებობს ესეთი ადამიანი ჰენრი დევიდ ტორო, რომელმაც თქვა, რომ როგორც კი შეამჩნევთ ადამიანებო, რომ გეყრობიან როგორც ბრიყვებს და მათ რა ქვია, ცხოველებს, მაშინვე დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კანონებში წერია, მიმართეთ თქვენს შინაგან ხმას და აღდექით ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ქართულადაც არის თარგმნილი და ეს ბევრგან გავრცელდა და კიდევ ბევრგან გავრცელდება და ბევრ ადამიანს ექნება ამ ყველაფრის წაკითხვის შესაძლებლობა. ამას რატო ვამბობ? მე არ ამგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს აღუსრულებელი. ეს ისეთი რამაა, რასაც საზოგადოება დაიცავს. იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენს ადამიანს ან თუ არ დაიცავს, ეს ყველაფერი გახდება კომიკური, საშინელი ცირკი, სადაც ადამიანები თავის კრეატიულობას და ფანტაზიას გამოცდიან ზუსტად იმ მღვდლებზე და წინამძღვრებზე, რომელთა დასაცავათაც იქნება ეს კანონი. აი, ისეთი ხუმრობები, ისეთი შარჟი შეიქმნება, რომელსაც ვერ წარმოუდგენთ. დაიხვეწება ეზოპეს ენა, მთელი კულტურა ჩამოყალიბდება, ისე როგორც იყო საბჭოთა დროს. და სხვა შორის ძალიან საინტერესოა თავისთავად ეს ფენომენი, იმიტომ რომ ამის უკან არის წყურვილი ამ საბჭოთა კავშირის რაღაცნაირად რაღაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა თავისი სიწმინდეები, ახლა ლენინის დაუშვათ უდიერად მოხსენიება შედეგებს იწვევდა საკმაოდ ასე ვთქვათ და არა თუ ლენინის შემდგომ სტალინის სურათის ან ასე შემდეგ და ეს ფილმებიდანაც ვიცით და არა თუ სასამართლო პროცესებიდან პარტიის შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე რჩებოდა ძალიან მაღალმხატვრული ლიტერატურა, ძალიან ლამაზი და ესე იგი ასე ვთქვათ ეფემიზმებით ახსავსე მწერლობა და მეტყველება და საბჭოთა ადამიანი ასე ერთობოდა პიონერი защищай родину твою мать. ხო, და უამრავი. ეხლა ავტორუსთან თქვენთან მექნება კითხვა. აი ჩვენ აღწერთ სიტუაცია, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, გიორგი მახწერა, რომ რაღაც ჯგუფმა შეიტანა და საბოლოო ძალიან ცუდი შედეგი იყო ის, რომ ამ კანონ პროექტს ხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. რაზე მეტყველებს ეს, რა პრობლემას გვაჩვენებს ჩვენ ამ შემთხვევაში, როცა ასეთი სტრატეგიული კომიტეტი ამ თემების მიმართულებით ასე არის მოტივირებული, რომ ეს კანონი გავიდეს. 2016 წელია. კრიტიკული წელია, ძალიან სერიოზული წელია, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ ძალას სურს თავის ელექტორატის წინაშე თავი მოიწონოს და მე მგონი ცოტა მცდარი გათვლა აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გონია, რომ ასეთი ნაბიჯებით ელექტორატის უმეტესობის გულს მოიგებს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური კეკლუცობის მიზეზი არის პოლიტიკური კეკლუცობა ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია
ადამიანები, რომლებმაც იციან კანონები, მოაზროვნება თითქლებიან და ერთი წიგნი მაინც აქვთ წაკითხული და რთული სიტყვების მნიშვნელობა მაინც იციან და რაღაცებში არ ერევათ, მათ ვერ დაინახონ ის საფრთხე, რასაც შეიცავს ასეთი კანონის მიღება. როდესაც ლაპარაკია მაგალითად ვიღაცის ცილის წამებაზე, შეურაცხყოფაზე, ჯიპის ფასის დადგენაზე და ასე შემდეგ. აქ კიდევ უფრო მეტნაკლებად გასარკვევია ვიღაცა იტყვის, რომ თქვენ ცილი დასწამეთ, ეს ჯიპი ამდენი არ ღირს, ან რაღაცა კვალი შეიძლება გაიგვალო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ამ კანონზე საუბრობენ, ერთ-ერთი პირველი მაგალითი, რაც ამ კანონის ავტორმა დადო, ეს იყო უკლებას ნახატი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ის არის, რომ სამწუხაროდ არალეგალურად ეს კონტროლი უკვე არსებობს ძალიან დიდი ხანია. ეს კონტროლი კარგად დავინახეთ მაგალითად, როდესაც ტელევიზიაში გადაცემა მიდიოდა ათეული, შესანიშნავი ათეული, დიდი ათეული, ქართველების დიდი ათეული და როდესაც სეკულარულმა და რელიგიურმა სივრცემ ვერ გაიყო, რა ქვია, ილია ჭავჭავაძე, იყო წმინდანი თუ იყო საზოგადო მოღვაწე. და როდესაც მაგალითად პანტომიმის თეატრმა ვერ დადგა წმინდა გიორგის ცხოვრება სცენაზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე სერიოზული წინააღმდეგობა ჰქონდა. ეს ისეთი რა ქვია ძალიან მავნებელი ძალის გამოშვებაა, რომელიც მისწვდება ყველა სივრცეს აუცილებლად და პირველ რიგში მისწვდება თავისუფალი აზროვნების სივრცეს და როცა გასაგებია მე ძალიან კარგად მესმის, რომ შეიძლება ამ მარწუხმა სხვანაირი мотиваცია გამოიწვიოს და სხვანაირი კრეატიულობით მიუდგეს, რა ქვია, ხელოვანი, მაგრამ ხო, ჯობია რომ ეს კრეატიულობა თავისუფლებაში დაბადებული კრეატიულობა გაცილებით უფრო ლაღი და ნამდვილია ვიდრე მარწუხებში და სამწუხაროდ ჩვენ რატომღაც მართლა ნოსტალგია არის იმ მარწუხებისა, რომელიც იყო. სხვათა შორის უნდა გითხრათ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ესე იგი სიმდიდრეზე, ეკლესიის და ასე შემდეგ და მანქანებზე, დაუშვათ მდიდრულ მანქანებზე და სხვა ატრიბუტებზე სიმდიდრის და ფუფუნების, ასე ვთქვათ, მე მგონი რომ ეს სიკეთეები მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აქვს ეკლესიაში, იმიტომ რომ არიან ესე იგი მღვდლები და სასულიერო პირები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ისინი საარსებო მინიმუმს ზოგჯერ ძალიან, ასე ვთქვათ, იშვიათად თუ მოიპოვებენ თავიანთი საქმიანობით. ჩვენ არაფერი არ ვიცით აი ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ ჩვენმა საზოგადოებამ არაფერი არ იცის. ისინი ამაზე არაფერს არ ამბობენ, მაგრამ ასეთი, ესე იგი, ასე ვთქვათ, პროლეტარი სასულიერო პირები, რომლებსაც მართლაც ესე იგი აქვთ ძალიან მძიმე მდგომარეობა, აყავთ ოჯახები და არ არის ხელფასების სისტემა, არ არის სასულიერო პირთა განაწილების სისტემა, მათთვის არანაირი დახმარება არ არის. ეს ძალიან დიდი პრობლემებია სინამდვილეში და ამ ეკლესია ამაზე არ ლაპარაკობს და არც ეს სასულიერო პირები არ ლაპარაკობენ. მაგრამ სხვათა შორის ეს პრობლემები გროვდება საზოგადოებაში და ეს მალე ალბათ ამაზე ვიღაც უკვე იტყვის. ბატონებისა, რა ჩვენ ცენზურის რელიგიურ აღშფოთებაზე თქვა რელიგიურ ცენზურის ეფექტებზე რომ განვაგრძოთ საუბარი. გარდა იმ კონკრეტული თემებისა, რაზეც კანონია ორიენტირებული. თქვენ ეს ექნება თუ არა მიღების შემთხვევაში ამ კანონს გამყინავი ეფექტი სხვა ყველა ტიპის აქტივობაზე, გამოხატვის ყველა ფორმაზე, რაც შეიძლება არსებობდეს. უბრალოდ ადამიანები ხوار იქნებიან შეშინებულები იმით, რომ გამოხატვის შემთხვევაში არ დაისაჯონ. იცით რა მგონია, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ესე იგი კომიკური ეფექტი უფრო იქნება, ვიდრე დაუშვათ მას ექნება რაიმე დამსჯელი ფუნქცია და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, როცა ადამიანი დააჯარიმეს ისედაც ასეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენი ქვეყანა, რაღაც წამოცდენის ან რაღაც ემოციის ფონზე ნათქვამი უდიერი სიტყვისთვის ეკლესიის, რელიგიის ან რაიმეს მიმართ. ეს სხვა ეფექტსაც გამოიწვევს. ან მე არ ამგონია, რომ მან რაიმე პრობლემა შექმნას. ეს იქნება მკვდარი
კანონი პრაქტიკულად, რომელიც ვერც აღსრულდება, სასამართლოც ვერ განიხილავს და უბრალოდ იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კანონი, რომელიც დევს და თავის ფუნქციას ვერასდროს ვერ შეასრულებს. ასე რომ მას ეფექტი არ ექნება და უნდა დაგეთანხმოთ თქვენ იმაში, რომ მგონი რომ ეს მაინც საარჩევნო საქმეა კონკრეტული პიროვნების, რომელსაც უნდა აჩვენოს თუ რომ პრობლემა ეს არის, რომ ზოგიერთ ადამიანს უნდა მონოპოლიზებული ქონდეს მორალი და შექმნას ერთგვარი პანოპტიკუმი, საიდანაც ის დააკვირდება საზოგადოებას და გააკონტროლებს ამ საზოგადოების მორალს. მაგრამ მე მგონი ჩვენ თავისუფლების გაგების ისეთ ფაზაში ვართ, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეთი პანოპტიკუმი, ასეთი ესე იგი კოშკურა, საიდანაც ვიღაცა აკვირდება ყველას და ჭკუას სასწავლის და მორალს უკითხავს და უნდა ესე იგი ასეთი რამ უკვე ჩვენ საზოგადოებაში მგონი რომ ვერავინ ვერ ააშენებს ასეთ ზედამხედველო მორალურ კოშკს, საიდანაც ყველას გაგვაკონტროლებენ. გასაგებია, გიორგი, ერთ კითხვას და მე შეგიძლიათ თქვენს გააგრძელოთ. საპატრიარქოს პოზიცია მოვისმინეთ დღეს, რომელიც გაიმიჯნა და ჩვენი სურვილი არ არის, რომ მსგავს კანონს, რაც ტყუილია, ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მაღალი იერარქების მხრიდან, რომ მსგავს კანონი შემოვიდეს და ავამოქმედოთ და რელიგიური გრძნობები უნდა იყოს დაცული. დღეს რატომღაც იცრუა საპატრიარქომ და პირიქით თქვა რაღაცნაირად გაიმიჯნა ამ პროცესებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეატოვა მთელი კრიტიკა, რაც სამ შემთხვევაში მოდის ჩვენგან. თავისთავად საპატრიარქოს პოზიციაზეც რო ვილაპარაკოთ და თქვენი თქმაც გინდოდათ. ხო, ზოგადად საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებაა საპატრიარქოს მხრიდან, პროცესში არ ჩაერია და სხვები მათთვის იერარქიაში დაბლები აკეთებენ იმ საკეთებელ საქმეს, რაც უნდა გააკეთონ და ეს ალბათ სწორიც არის. მეორე საკითხი, რაზეც მინდოდა კომენტარის გაკეთება, არის ის, რომ თვითონ პარლამენტი ადამიანის უფლებათა კომიტეტი როგორც ჩანს არასწორ ფსონებს დებს, აი კომისთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკოთ, აი ფოფხაძე ამბობდა, გედი ფოფხაძე, რომ ფუნდამენტალიზმს ხელს უწყობს ისეთ ქმედებები, რომელიც როგორც არის დამცინავი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. ანუ ამ ადამიანებს გონიათ, რომ დაცინვა იწვევს ფუნდამენტალიზმს და რეალურად პირიქით ან დაცინვა ფუნდამენტალიზმს მეტწილად ანგრევს ხოლმე. ამ ადამიანებს გონიათ, რომ საჯარო სივრცეში თუ დაცინვას აკრძალავენ, ფუნდამენტალიზმიც აღარ იარსებებს. ეს რა თქმა უნდა სტარი გათვლა თუ თვითონ ფიქრობენ ასე, თუმცა ეჭვმეპარება რომ ასე ფიქრობდნენ რეალურად. მსგავს კანონების მიღებას თითქმის ყველგან ითხოვენ ისლამისტები როგორც წესი, რომ რელიგიური გრძნობები უნდა იყოს დაცული. პრემოდერნული საზოგადოება, რასაც ითხოვს ზოგადად, რომ იყოს აკრძალვები და ემოციები იყოს დაცული. ცხადია. და დასრულეთ გიორგი, ჩაგეჭერთ უბრალოდ. ანუ ამის თქმა მინდოდა და მეორე საკითხი პროგრესირებ თუ რეგრესირებ და ესეთი კითხვა რო დავსვათ. ანუ ჩვენ თქვით რომ ევროპული საზოგადოება პირიქით, ანუ უკუ პროცესისკენ მიდის ამ კანონების გაუქმებისკენ, ან არ გამოყენებისკენ, ვინ აკეთებს საწინააღმდეგოს? ანუ ერთადერთი ქვეყანა, ვინ შეგვიძლია ბოლო პერიოდში გავიხსენოთ, რომელიც უფრო რადიკალიზაციისკენ წავიდა პასუხისმგებლობის მხრივ, არის რუსეთი. რუსეთის შემთხვევაში ჩვენგან გასხოვებული, ანუ ჩვენთან პასუხისმგებლობა არ იყო ამასთან დაკავშირებით, მათთან იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და რამდენიმე ხნის წინ ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლების პასუხისმგებლობაში გადაიზარდა. აი ეს არის ქვეყანა, რომელიც რეგრესირებს, ჩვენც რეგრესირებთ, ვიღაცები პროგრესირებთ. შეგვიძლია კარგი მაგალითი დავინახოთ რაზე შეიძლება იყოს საუბარი დაახლოებით 5 წლის შემდეგ თუ ამ კანონს მივიღებთ. გასაგებია, ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი უკვე დასასრულისკენ მიდის, ამიტომ მინდა რომ კომენტარების გაკეთების საშუალება მოგცეთ, გიორგი თქვენგან დავიწყოთ. ხო, რაღაცა მე მგონი თითქოს ყველაფერს შევეხეთ და მთავარი რაზეც კიდევ მინდა ესე იგი ხაზი გაუსვა არის საშინელი უპატივცემლობა საქართველოს კონსტიტუციის, რასაც აი ასეთი კანონპროექტების ინიციატორებისგან და განსაკუთრებით აი ამ კომიკურად ადგილად ქცეული ადამიანის უფლებათა კომიტეტისგან ესე იგი ვიღებთ უკვე ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და მე მგონი ეს ძალიან ცუდ კვალს დატოვებს ზოგადად საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის
მოძრაობაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ გაუგებარ ტერმინზე უფლებადამცველენების მიერ რომ შეუძლია თავის თავს მიაკეროს და მერე გამოვიდეს ტელევიზიით, ესე იგი წარმოადგინოს თავი როგორც უფლებადამცველმა, ჩვენ დღეს ვხედავთ ადამიანის უფლებათა ღირებულების დევალვაციას, გაუფასურებას, ესეთი კანონები სწორედ ამას ემსახურება და აი პატარა ბოროტებასთან ერთად, რომელიც შეიძლება დავინახოთ როგორც აი ყისიერი ბოროტება, ხო, რამაც შეიძლება საშინელი დისკომფორტი შეუქმნას თელ საზოგადოებას, გრძელვადიან ბოროტებაზეც ვიფიქროთ, რომ ადამიანის უფლებების მიმართ საზოგადოებაში, ესე იგი არის მცდელობა გაჩნდეს ნიჰილიზმი, გულგრილობა, რაღაცა უნდობლობა, რომ იცი რა, თუ ესეც ადამიანის უფლებებია, ისიც ადამიანის უფლებებია, მაშინ რა არის ადამიანის უფლებები. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთ საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენია, რომელიც ახლა ეცნობა ამ ტერმინების შინაარსს, მათ ღირებულებას. კი, შინაგანად ყველა ადამიანი და მე მჯერა, რომ შინაგანად ყველა ადამიანი მოწოდებულია გქონდეს მეტი თავისუფლება, მაგრამ თუ მის ფორმულირებას ვერ ახერხებ, მაშინ ეს პრობლემას გიქმნის და აი სწორედ ეს არის ცდელობა ერთ-ერთი ასეთი კანონპროექტების, რომ შემოიტანოს იმგვარი არეულობა, რომელიც ჩვენ ძირითადი ცნებების მიმართ, ესე იგი დამოკიდებულებებს აგვირევს და გზაკვალს ორიენტაციას დაგვირევს. ამიტომ არ შევხედოთ ამას მხოლოდ მარტო როგორც ლოკალურ ბოროტებას, ეს არის გრძელვადიანი ბოროტების ნაწილი. ეს ქალთუნოსთან ძალიან გული მწყდება, რომ იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მართვის ბერკეტები, გათვლები აქვთ ძალიან მოკლევადიანი, აღიქვავენ საზოგადოებას ძალიან ვიწრო წრეში, ერთ კონკრეტულ ჯგუფს აღიქვავენ, ერთი კონკრეტული ტიპის ადამიანებს აღიქვავენ საკუთარ მოქალაქეებად და მიაჩნიათ, რომ დანარჩენები ეს არის ამ საზოგადოების ფერუმარილი, რომელიც როცა სჭირდებათ, მაშინ შეიძლება მოაყარონ ფერუმარილად და თქვან, რომ როგორი მრავალფეროვანი და როგორი ჰარმონიული საზოგადოება გვაქვს და ძალიან ცუდია და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მათ ავიწყდებათ, რომ უმცირესობები კი არ არსებობენ, ჯგუფები კი არ არსებობენ, თითო ინდივიდი არსებობს ამ საზოგადოებაში და ყველა აქ საუბრობთ ადამიანის უფლებაზე და არა უმცირესობების უფლებებზე. სამწუხაროდ ეს განცდა ვერც ერთ ჯერზე, როდესაც ამ ქვეყანაში დაიძაბა სიტუაცია, ამ თვალსაზრისით ვერ ვიგრძენით ხელისუფლებისაგან და როგორცაც ჩანს, არც სამომავლო თუ ჩანს სასიკეთო პირი. ჩემი გულდაწყვეტა ეს არის და შიში იმისა, რომ პროგრესის ნაცვლად ყველა ჯერზე რეგრესისკენ მიდის საზოგადოება. გასაგებია, მადლობა ბატონო მზარ თქვენი დავსრულეთ. მე მაინც დავიტოვებ იმედს, რომ ეს კანონპროექტი არ იქცება კანონად და კანონმდებლებს მეყოფათ გონიერება მე მგონი მეცნიერებისა და გონიერებისა და რაციონალიზმის ეპოქაში ცხოვრობ და პრინციპში მათ ისინი უნდა ხვდებოდნენ თუ რა ეფექტი შეიძლება ამას ყველაფერს ჰქონდეს თუნდაც სამომავლოდ მათთვისვე. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის მხოლოდ გარკვეული ტიპის თამაში, რომელიც დასრულდება ნულოვანი შედეგით. თუმცა საპირისპიროს თუ მივიღებთ, ანუ თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, რა უნდა ვქნათ რა, უბრალოდ მოგვიწევს ძალიან ბევრი საუბარი, ძალიან ბევრი მუშაობის ჩატარება, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანებს და კვლავ მოგვიწევს, ესე იგი, ასე ვთქვათ, თავისუფლების დაცვა. მართლმასშტაბიანი კამპანიის გზით ესე. დიდი მადლობა, გიორგი, თქვენ სხვა დავამატებთ საბოლოოდ რამეს თუ დავასრულოთ ამით. ერთს დავამატებდი, რომ ჩვენთვის თუ გვიგსურს, რომ ჩამოყალიბდეთ სრულფასოვან ცივილიზებულ ქვეყანად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცე შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ამ საჯარო სივრცეში ვითარდება ის იდეები, ეს არის ქაოტური სივრცე, სადაც ადამიანები თავს იყრიან, ყველას აქვს თავისი იდეა, აზრი, კრიტიკული, შოკის მომგვრელი ხანდახან და თუ გვინდა რომ საჯარო სივრცე შევინარჩუნოთ, ამის ერთადერთი გზაა რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი ღირებულება დავიცვათ და მას არ შევეხოთ არანაირი ცენზურის სახით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები, იმედია ამ კანონს ნამდვილად დიდი მომავალი არ უწერია. ამით თეორემას ეს ნაწილი დასრულებულია და აგველოდოთ ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით.